ეს არჩევნები იყო ბევრად განსხვავებული იმ წინა არჩევნებისგან, რაც აქამდე ნახეთ, რადგანაც ამით იქნებოდა განსაზღვრული უკვე მოლდოვის სამომავლო საგარეო პოლიტიკური კურსი. ძირითადად აქ იყო ორი არჩევანი და ეს იყო პირველი პრეზიდენტი მაია სანდუს მოქმედებისა და სოლიდარობის პარტია და რომელიც არის პროევროპული ორიენტაციის და ასევე ყოფილი პრეზიდენტის იგორ დოდონის საარჩევნო ბლოკი, პატრიოტული ბლოკი, რომელიც ითვლებოდა მთავარ მოწინააღმდეგედ მაია სანდუს პარტიის. წინასწარი გამოკითხვები აჩვენებდა, რომ მაია სანდუს პარტია ლიდერობდა, თუმცა ეს ლიდერობა არ იყო დამაჯერებელი და იყო მინიმალური სხვაობა ამ ორ პარტიას შორის, რაც ექსპერტებს ანიშნებდა იმას, რომ სავარაუდოდ გახდებოდა საჭიროება კოალიციისა და იმის გათვალისწინებით, რომ პროევროპული პარტიების ნაკლებობა არის უშუალოდ მოლდოვაში, იქმნებოდა იმის საფრთხე, რომ შესაძლოა პრორუსული განწყობების პარტიებს შეექმნათ კოალიცია და ამით უკვე პარლამენტში მათ ჩამოეყალიბებინათ მთავრობა, რაც თავისთავად მიუხედავად იმისა, რომ მოლდოვა არის საპრეზიდენტო რესპუბლიკა, შეუქმნიდა საფრთხეს და შეაფერხებდა ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს. თუმცა არჩევნების შედეგებმა ყველაფერი შეცვალა, დათვლილი არის უკვე ხმათა 99.8% და შედეგები გამოიყურება შემდეგნაირად. კერძოდ, პარტია მოქმედება და სოლიდარობა 50.12% აიგო ხმათა 50.12%, პატრიოტული ბლოკი 24.21%, ორჯერ ნაკლები ვიდრე მაია სანდუს პარტია, ალტერნატივა 7.17%, ჩვენი პარტია 6.21% და დემოკრატია სახში 5.63%. შესაბამისად, წინასწარი გამოკითხვების თანახმად დოდონისა და მაია სანდუს პარტიებს 34-35%-ის ფარგლებში ჰქონდათ და ამის გამო ისინი საუბრობდნენ კოალიციის ალბათობაზე, მაგრამ როგორც შედეგებმა აჩვენა, მაია სანდუმ ორჯერ მეტი ხმა აიღო დოდონის პატრიოტულ ბლოკზე. რაც შეეხება უშუალოდ სად მოახერხა ოპოზიციურმა პარტიებმა მაღალი შედეგების დადება, ეს იყო ძირითადად გაგაუზიაში, სადაც მოახერხა დიდი ხარდაჭერის მოპოვება ყოფილმა პრეზიდენტმა იგორ დოდონის პატრიოტულმა ბლოკმა. აქ ძირითადად ყოველთვის იყო ძლიერი პრორუსული განწყობები და მიიღო ხმათა 83% გაგაუზიაში, თუმცა თუ ჩვენ დავაკვირდებით მაგალითად მოსაზღვრე რეგიონებს, ამ შემთხვევაში ყველა მოსაზღვრე რეგიონში მაია სანდუს პარტიას არ გაჭირვებია ხმათა უმრავლესობის მოპოვება, ზოგიერთ შემთხვევაში მათ ორჯერ მეტი ხმაც კი აიგეს პროცენტული მაჩვენებლით 42-43%, მაშინ როცა დემოკრატიულ და პატრიოტულ ბლოკს ჰქონდა მხოლოდ 20-23%-ის ფარგლებში. რაც შეეხება უშუალოდ მანდატების გადანაწილებას, ამასთან დაკავშირებით რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის, მოახერხებს თუ არა მაია სანდუ დამოუკიდებლად მისი პარტია მოახერხებს თუ არა დამოუკიდებლად უმრავლესობის შექმნას. 101 მანდატი არის მოლდოვის პარლამენტში და 51 მანდატი არის საჭირო იმისთვის, რომ უმრავლესობა მოიპოვოს ერთმა კონკრეტულმა პარტიამ. ამ შემთხვევაში მაია სანდუს მოქმედებისა და სოლიდარობის პარტია მოიპოვებს 54 მანდატს, რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს, 54 მანდატი საკმარისი არის უკვე მთავრობის შესაქმნელად, ხოლო შემდეგ არის 27 მანდატით პატრიოტული ბლოკი, ალტერნატივა მიიღებს 8 მანდატს, ხოლო ჩვენი პარტია და დემოკრატია სახში 6 მანდატს გადაინაწილებენ. ამრიგად, მიუხედავად იმისა, რომ ახმების დათვლის პროცესი ჯერ კიდევ არ დასრულებულა, უკვე მინიმალური რაოდენობაა დარჩენილი და რა თქმა უნდა, ამას მნიშვნელოვანი გავლენა საარჩევნების შედეგებზე არ ექნება. წინა საარჩევნო პერიოდში ზოგადად პრეზიდენტმა მაია სანდუმ არაერთხელ ისაუბრა საარჩევნო პროცესში რუსული ჩარევების შესახებ. მან აღნიშნა, რომ კრემლი ცდილობს გადმოიბიროს რაც შეიძლება მეტი ადამიანი, მოისყიდოს მეტი ამორჩეველი და ამაში ასობით მილიონ ევროს ხარჯავს. მან აგრეთვე გააფრთხილა საზოგადოება, რომ სამსახურები წვრთნიან ახალგაზრდებს და ასევე სხვა მოქალაქეებს იმისთვის, რომ ქვეყანაში შემოიტანონ დესტაბილიზაცია. სწორედ ესეთი ბრალდებით, მათ შორის ვიქტორია ფურტუნეს პარტია არ დაარეგისტრირა მოლდოვის საარჩევნო კომისიამ, სწორედ იმიტომ, რომ ის ეკებდა საგარეო დახმარებას, რომელიც იყო დაუსაბუთებელი, გაურკვეველი იყო ამ ფულის წარმოშობა და ასევე მას ბრალად ედებოდა ამორჩეველთა მოსყიდვა. მანამდე ასევე წინა საარჩევნო პერიოდში ბერძენი ძალოვანების დახმარებით მოლდოვაში განხორციელდა ექსტრადიცია ოლიგარქის ვლადიმერ პლახატნიუკის, რომელსაც ბრალად ედებოდა ქვეყნის ბიუჯეტიდან $1 მილიარდზე მეტის მოპარვა. თუმცა, რაც შეეხება უშუალოდ რუსეთის ხელისუფლებას, ყველა ეს ბრალდება მან უარყო და დიდი შეშფოთება გამოხატა სწორედ ვიქტორია ფურტუნეს და სხვა მსგავსი პრორუსული განწყობების მქონე კანდიდატების დაბლოკვაზე, რაც შეაფასა როგორც
საარჩევნო უფლებების დარღვევა, თუმცა მაია სანდუმ ინსტიტუციებთან ერთად იმუშავა და დაასაბუთა რა კონკრეტული პრობლემები იყო და სად ჩანდა უშუალოდ რუსული დაფინანსებები ამის შესახებ საარჩევნო პროცესამდე და ასევე უშუალოდ არჩევნებზე ხმის მიცემის შემდეგ მან კომენტარი გააკეთა.